ალი ბეგაშვილი, ნომერი 12, სირილო ლოვოკურო, ნომერი 13, ლევან ქუშაშვილი, ნომერი 14, გიორგი ნავროზაშვილი, ნომერი 15, ოთარ ტალახაძე. სათადარიგოები, ნომერი 16, გოჩა ფიცხელაური, ნომერი 17, შოთა ნაჭყებია, ნომერი 18, ნოდარ მამალაძე, ნომერი 19, შარვა ჩქარეული, ნომერი 20, გიგი გიგინეიშვილი, ნომერი 21, ლუკა დვალიშვილი, ნომერი 22, კობა ირემაშვილი, ნომერი 23, ონისე ბაზარი. ქუთაისის აია, ნომერი 1, პეტრე ჯინჭარაძე, ნომერი 2, გიგი ჭუმბურიძე, ნომერი 3, გიორგი ქიმუცაძე, ნომერი 4, ილია გაბისონია, ნომერი 5, გიორგი მეფარიშვილი, ნომერი 6, ლუკა ნარსია, ნომერი 7, ჯიუტამ ბატირელეგა, ნომერი 8, საბა ლაღაძე, ნომერი 9, ზურაბ ხუსიძე, ნომერი 10, ელგუჯან მახარეიშვილი, ნომერი 11, ავთანდილ ზვიადაძე, ნომერი 12, გივი კაშია, ნომერი 13, გიორგი ფუიძე, ნომერი 14, თემურ კოხოძე, ნომერი 15, ნიკა გლონტი. სათადარიგოები, ნომერი 16, საბა ერემეიშვილი, ნომერი 17, ლუკა შენგელია, ნომერი 18, ალეკო გიგაშვილი, ნომერი 19, პაატა ჩაკვეტაძე, ნომერი 20, დავით ვარდანიძე, ნომერი 21, ნოდარ დოლიძე, ნომერი 22, თემურ ძოძუაშვილი, ნომერი 23, საბა შარვაშიძე. დღევანდელი შეხვედრის რეფერი, საბა აბულაშვილი, კიდეებზე, ელა ლემონჯავა, იგა მშვენიერაძე. გამარჯობათ ძვირფასო გულშემატკივრებო, ვიწყებთ რეპორტაჟს ქუთაისიდან. დიდი ათის გათამაშების მეორე ტური, ქუთაისში აია მასპინძლობს ყაზბეგს, მესე უგაბუნია ვარ დღეს ჩემთან ერთად ნოდარ ბოლაშვილი წაიყვანს. მოგესალმებით, ეს არის დიდი ათის მეორე ტურის მეორე სათამაშო დღე, პირველი მატჩი აიასა და ყაზბეგს შორის. დღეს კიდევ გვექნება ერთი დაპირისპირება წიქარასა და არეს შორის, რომელიც გაიმართება ამ მატჩის დასრულების შემდეგ. მატჩის დაწყებამდე ცოტა დროა დარჩენილი და გაგაცნოთ გუნდების შემადგენლობებს. დავიწყებ სტუმრებით, სტეფანწმინდის ყაზბეგი, პირველი 2-3 გიორგი ზაგაშვილი, ნიკა ბაბუნაშვილი და ელდარ პატარაია, 4 გუნდის კაპიტანი ლუკა ჩქარეული, 5 გიგა გრიგალაშვილი, 6 გიორგი ხუროშვილი, 7 ირაკლი გოჩოლეიშვილი, 8 ვატისონი ვანგანა სარავი, 9 მათე ჩქარეული, 10 ლუკა სახიალაშვილი, 1 ფრთა 11 ლუკა ალიბეგაშვილი, მეორე ფრთა 14 გიორგი ნავროზაშვილი. ცენტრები იქნებიან სირილო ლოვოკურო და ლევან ქუშაშვილი, 15 ოთარ ტალახაძე, გუნდის მთავარი მწვრთნელი ოთარ ბარკალაია. მასპინძელი ქუთაისაია, 1 გუნდის კაპიტანი პეტრე ჯინჭარაძე, 2 გიგი ჭუმბურიძე, 3 გიორგი ქიმუცაძე, 4 ილია გაბისონია, 5 გიორგი მეფარიშვილი, 6 ლუკა ნარსია, 7 ჯიუტა ბატირელენგა, 8 საბა ლაღაძე, ხაში 9 ზურაბ ხუციძე, 10 ელგუჯა მახარეიშვილი, 11 ავთანდილ ზვიადაძე, 12 გივი კაშია, 13 გიორგი ფრუიძე, 14 თემურ კოხოძე, 15 ნიკა გლონტი, გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ნებსაძე. ოფიციალურ პირებს რაც შეეხება, მთავარი მსაჯი საბა აბულაშვილი იქნება, მას კიდეებზე გელა ლემონჯავა და გიგა მშვენიერაძე დაეხმარებიან, ვიდეო რეფერი იქნება პაპუნა ჭიქაბერიძე. ხედავთ მშვენიერი ამინდია ქუთაისში და რა თქმა უნდა ასეთი ამინდი იმის წინაპირობაა, რომ ამათ ვიღე ამ სიტუაციას ყველა სანახაობრივად მოთამაშე გუნდი აია, რა თქმა უნდა დიდათში ასეთ ამინდში, რა თქმა უნდა ეს მათთვის ხელშეწყობა ასეთ ამინდში თამაში. შევეხოთ პირველ ტურში აიამ სტუმრად დაამარცხა გორი, საკმაოდ სანახაობრივი რაოდენობით შეხვედრაში, ხოლო ყაზბეგი დამარცხდა სახში რუსთავთან. მოკეთ ნახოთ, თუმცა აღნიშნოთ ის, რომ ყაზბეგმა დღეს დაიმატა 2 ფიჯელი მორაგბე და თუ ხანდახან ეს არის ლატარიასავის, თუ არ გაამართლა, მაგრამ თუ გაამართლა ფიჯელმა, შეუძლიათ ამ ორ მოთამაშესაც კი შეუძლია გუნდის თამაში შეცვალოს, რომ ნახოთ აბა როგორები იქნებიან ყაზბეგის ფიჯელები. ხო, აიან პირველ ტურში ფიქრობ უფრო დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, იქ დაწევა ბოლოს მოახერხა გორმა და იმ სანუგეშო ქულის აღება. როგორ ბოლო წლებში შეგვაჩვიეს, რომ განსაკუთრებით დომინანტები არიან ქუთაისელები ყველა თამაშში და ხო, როგორც თქვის, სანახაობრივ რაკუსაც ისინი გვთავაზობენ ასე თუ ისე ყველაზე მეტად.
შესაბამისად მათგან მუდმივად ველოდებით მსგავს თამაშს და როგორც სერგო მახსენა ამინდიც ამისთვის არის იდეალური განსხვავებით წინა ტურების. ყაზბეგი გადახალისებული ხოთ ბევრი ცვლილება ყაზბეგში შარშანდელ შემადგენლობაში შედარებით, ბევრი ქართველი მორაგბეებიც ბევრი ახალი სახეა, თუმცა აუნიშოთ ის რომ ბევრი ისეთი მორაგბე რომელსაც აქვს ასთვის სახელი დიდათში, ნაცნობი მოთამაშეები არიან, ასე რომ არ მგონი ისინი ვინმესთან იოლ დაპირებდნენ ამის დათბობას. რა თქმა უნდა. დანარჩენი კი გამოჩნდება, ეხლა ნახოთ თამაში, იმედია, იმედს ვიტოვებთ, რომ ახლა კარგი ამიდია, მე მგონი ქარიც არ ჩანს დიდად, დროშას ხედავთ არ იზრის, ასეთ ამიჩი ყველანაირი წინაპირობაა, რომ გუნდებმა კარგი თამაში შემოგთავაზონ. გამოდიან მოედანზე გუნდები, მოუძღვებიან კაპიტნები თავის გუნდს. ხო, წინა ტურში განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო ქუთაისელთა მხრიდან გიორგი ქიმუცაძის თამაში. ორი ლელო გაიტანა გორის წინააღმდეგ და შერკინებაშიც მშვენივრად გაირჯა. ხო, ნუ ღია თამაში მისი არ არის გასაკვირის ღია თამაში ძალიან კარგია, მოძრავი ბურჯია. ნახოთ, გუჯა მახარიშვილი, აიას აქვს ხოთა შორის თანაკლისები, ტრავილი მოთამაშე ამდენიმე აკლიათ. ასე რომ აქვს კიდევ ამ გუნდს აქვს გაძლიერების პოტენციალი. ხო, ერთი ლეგიონერია მხოლოდ. ლეგიონერს პრინციპში აღარ დავარქვენ. ხო, უკვე ნუ ხო. რა ვიცი ცოტას და უკვე იმას მოიპოვებს, რა ქვია, უფლებას. თუ 5 წელი აქვს და უკვე მესამე წელია და 5 წელი აქ თუ ითამაშა, უკვე კი ექნება უფლება სახელმწიფო საკრებში თამაში 1-2 წელს რო გადააბას. გამორჩეულია მუდმივად დიდათში ჯიუტამ ბატირერენგა. შეიყვანა ბურთი თამაში მახარეიშვილმა, საწყის ბურთზე ყურადღებით იყვნენ სტეფან წმინდელები, ჩაუვარდა გოჩოლეიშვილს. კარგად ამოვიდნენ სტუმრად სტეფან წმინდელები, ნახოთ აქ გააკეთებენ დარტყმას, თუმცა ჩავიდა აქ აია. ამოღებულია, მოიპარეს ბურთი. და წავიდნენ შეტევაზე. მეფარიშვილი იყო ესეც სწრაფი ბურთი ხუციძემ გაუტანა და არტყმევინა მორკინალებს, ლაღაძე იყო თუ არ ვცდები, მაგრამ არ მისცეს წინსვლის საშუალება. მახარეიშვილი ზურგს უკან პასები, წინ გაუვარდა კოხოძეს. თამაშია კი ბატონო შეუძლიათ. ეს ლეგიონერი ყაზბეგის 12 ნომერი ლოვოკურო. ჩქარეული დააგრძელებს რაკს, ფეხით გადავა, შეიძლება გადავიდეს მეტოქის ნახევარზე. მახარეიშვილმა დაიჭირა ეს ბურთი, დააბრუნებს რა თქმა უნდა, რომელსაც მიყვება ღლონტი. დააბრუნა სახელაშვილმა, დაინახა ცარიელი წერტილი, ჩააგდო, კარგი დარტყმა გამოვიდა სახელაშვილს. მოარტყა მოედანს და გადავიდა ყაზბეგი მეტოქის ნახევარზე. პირველი დერეფანი სწრაფად გაათამაშეს. და გრძელდება თამაში, აქ მოდის პეტრე ჯინჭარაძე, გადაუკვეთა ცენტრალური ხაზი. სწრაფი ბურთი გამოიტანეს, შევარდა გაბისონია. ხუციძეს აქ ცოტა რაკში შევნელდა ბურთი. ლაღაძე კიდევ ერთხელ. კარგი დარტყმა იყო ესეც. სიღრმეები აქვთ აღებული ქუთაისელებს, ნახოთ რას მოიფიქრე, მე ფრუიძემ დააქნია თავად შევიდა, თუმცა კარგად დახვდნენ. ჟარინა. კი ბატონო. შევეულ გამოცდილესი გიორგი ფრუიძე. რომელიც კარფორმაშია პირველ ტურში მაწყინვალად ითამაშა. შარშანდეს სეზონშიც ის წინვალე იყო, ნახოთ ახლა მახარეიშვილი აქვს შანსი კარგი აუტი გააკეთოს და უკვე რეალური შანსი გაუჩნდეს აიას. შორს დაარტყა მახარეიშვილმა, შევიდა მეტოქის 22-ში. ელგუჯა მახარეიშვილი ქუთაისის სარაგბო სკოლის კიდევ ერთი აღზრდილი მოთამაშე, რომელიც ახლა უკვე იცავს მთავარი გუნდის ღირსებას. იგი ჭუმბურიძე. ახო დერეფანში რა აქვს ჩაფიქრებული ქუთაისურ გუნდს.
ორი ხელით მარტივად მოიგეს, დააყენეს მოლი, რომელსაც აქვს თითქოს წინსვლა, ღერცაც მოინაცვლებს და კარგად შევიდნენ ყაზბეგელები, ესეც უნდა აღვნიშნოთ. მოიხსნენ ქუთაისლები და წავიდა შეტევა, ხალში გავიდა ბურთი. ოხ, რა კარგი იყო, თვითონვე აიღო და თუ გაიქცევა. წინ თამაშია დასტურდა საჭმელი. კი. არა და რა კარგი იყო. აგრესიული დაცვა ითამაშა ლოვოკურომ. გიორგი ნემსაძეს გვიჩვენებენ ქუთაისის აიას მთავარ მწვრთნელს. ჩაჭარაგი ბატონო იყო რა თქმა უნდა წინ თამაში ბოჭვისას, ხიშტი ბოჭვა ოფლოდაშუს გააკეთეს ოფლოდი აქ ვიჯერებმა თავისი გვაჩვენეს. ნახოთ ახ კიდე დავაკვირდეთ ამ შედევით უსნობ სახეებს. გაბისონი ესჭირდება იქ დახმარება. ო გაბისონიეს დაკარგვა არ იქნება დიდი დანაკრექსი ქუთაისის აქვს სიღრმეში ცოტა პრობლემები ქუთაისელებს ბევრი ახალგაზრდა მორაგბე ყავთ მარკაფაში ასე რომ გამოცელი გაბისონია ისიც ახალგაზრდაა სხვათა შორის უბრალოდ აიასთვის გამოცდილია დიდი ხანია თვალს ვადევნებთ მას დიდათში ასე რომ მესამე ხაზშიც გვინახავს მის თამაშები კი შერკინება პირველი შერკინება დღევანდელ შეხვედრაში ქვერ მოიწყო არასტაბილურიაო საბა აბულაშვილის შეფასებით ისევ გაბისონიას ჭირდება დიდი ალბათობით დახმარება კი აქ თუ გაბისონია ნახოთ გადახედოთ ქუთაისის მარკაპას პატა ჩაკვეტაძე და დავით ვარდანიძე მესახაზია ნუ ეს ორი ვარიანტია ხო ისინი ჩაანაცვლებენ მას ხო სანამ პაუზა შევეხოთ პირველ თამაშს მეორე ტურის ბათუმში ბათუმმა უმასპინძლა გორს დებიუტანტს დიდიათის 38-20 დაამარცხეს უნუგეშოთ მოიგეს ბათუმელებმა ფოსოდ ბონუს ხურის გარეშე მოიგეს ბათუმელებმა ნუგეშის გარეშე წააგეს კორელებმა პირველად გზა არიან 9 ქულით ბათუმელები ჯერჯერობით კი ბატონო პაატა ჩაკვეტაძე შემოვიდა მოედანზე შესაბამისად შეიცვლება ილია გაბისონია ხო იმედია ყველაფერი კარგად არის ვეღარ წამოდგა შეკინების შემდეგ ილია გაბისონია ხო მცირე პაუზა გვექნება ხო მოგახსენეთ რომ დღეს იქნება კიდევ ერთ შეხვედრა წიქარასა და არის შორის რომელიც 7 საათზე გაიმართება ამ მატჩის დასრულების შემდეგ ხვალაც ორი შეხვედრა გვექნება ჯერ 5 საათზე არმია უმასპინძლებს ხვამს რაგბი პლატოზე ხო 7 საათზე რუსთავში ხარები უმასპინძლებს თბილისის ლელოს საკმაოდ საინტერესო შეხვედრების მოლოდინში უნდა ვიყოთ წამოდგა გაბისონია ძალიან კარგი. რა თქმა უნდა ის თამაში როგორ გააგზავნოს, თუმცა ისიც კარგია რომ თავის ფეხით გავა მოედნიდან. ახალგაზრდა პაატა ჩაკვეტაძე შემოვიდა, მისაც მის თამაშს ისე კარგად არ ვიცნობთ ის ახლა ნახოთ ახლა ახალგაზრდა მოგეს ექნება შანსი რომ გვაჩვენოს თავისი აზრობები. ხო, შანსი რომ დაამტკიცოს. თუ რა შეუძლია და იბრძოლოს ადგილის დასამკვიდრებლად აიას ძირითად შემოდგომობაში.
კი ბატონო, ადრე დაიწყო მწოლა. ყაზბეგმა უნდა გაათამაშონ აქ, რა თქმა უნდა. ხო, რა თქმა უნდა, შერკინებიდან შეტევა ჯობია. ასე შეტევას, მაგრამ წავიდა ნარსია, გაიცილა ერთი გოჭვა მეორე. კარგად წავიდა ნარსია. ჭრაზე კარგი პასი. ამოგდება ხაჩემოსული ჩაკვეტაძე მიწვდაც თითქოს რა მოხდა? დაიკარგა საერთოდ ბურთი. აქ შესამოწმებელია ლელო ხო არის გავიდა. კი ბატონო. ვიდეო რეფი ყავს ასე რომ ჩაეთვება. კი ბატონო, პაპუნა ჭიქავერიძეა. ხო, ანუ ლელო იქნება. ხო, ლელო ჩაითვლება, კი ბატონო, შედიან საჭები. ახალ შემოსული ერთი წუთის არ იყო შემოსული. კი, ლელოა, კი ბატონო, ნუ რაღაც ჩვენ ბუთი დადო თუ არა არ ჩანდა, მაგრამ ლელოსთან რო იყო ახლოს ის მოძრაობა ჩანდა. ლელო გახსნა თავი დადო მატჩში დასაწყისშივე, თუმცა ამ შეტევაში აღსანიშნავის არის, რომ ყველა პასი იყო აბსოლუტურად ინტერვალში ჭრაზე შევიდნენ, ანუ ბევრად იოლია, რა თქმა უნდა, ისე ბუთი წინ წაღება, როცა შენ შედიხარ ინტერვალში და დაასრულეს საბოლოოდ შეტევა ქუთაისმა. ხო, თან საკმაოდ მაღალ ტემპში აკეთებდნენ ამ ყველაფერს. აი აქ როგორ ჩანს გადადო, ის შვენიერაძე ხედავდა იმ კუთხიდან, საიდან ჩვენ ვხედავთ. ხო, ესეც კადრია ამ ხიდან, აი ხო, აშკარა იყო ისეც. კი. ნუ შენ ხელების გაუშვა ჩაკვეტაძე. აქედან ხას ვერ ხედავთ უბრალოდ. ახარეიშვილს შეიძლება მოიპოვოს კიდევ ორი ქულა. მაღალი ტრაექტორით დაატყა ზუსტად. კი ბატონო, 7-0 ხდება ანგარიში. დაწინაურდნენ მასპინძლები. სახელაშვილი შეიყვანს ბურთს თამაში. ბატირენგა, არა. საუარდა ლაღაძეს. უნდა იყოს ალიბეგაშვილმა, კი ბატონო. უნდა ითამაშონ, რა თქმა უნდა, თუმცა გამართული მივიდა. ნუ ბოჭოა გაუშვა. კარგად ამოწიეს დაცვის ხაზი, არ მისცეს არც ერთი სანტიმეტრის წინ წასვლის საშუალება. ნარსია იყო თუ არ ვწდები. კარგი ჭრა. პირადისობა დაუსრულდათ. პატარაია. გაჩერებულმა მიიღო. გაგლიჯა მეფარიშვილმა. ძლავრი წაღება, წაწია ცოტა ბუთი ყაზბეგმა წინ. აქ დაკარგეს ბუთი, ორი ფიჯელის და სად არის ხუციძე, ფეხს დაარტყამს, კი ბატონო, დაარტყამს, აქ გადააცილა. ბრავო ხუციძეს, ბრავო. სად დაინახა ეს ცარიელი წერტილი? დაინახა და რაც თავია შეასრულა. კი. და მოუყვანა გუნდს 7 მეტრში ლელოდან აუტი. ხო, იქ შეუთანხმებელი თამაში იყო ყაზბეგის მოთამაშეებს შორის, ვერ გაუგეს ერთმანეთს, ვინ უნდა წასულიყო კონტაქტზე და ვინც უნდა გადაიყარა. ამით იდეალურად ისარგებლა. არახტა ყაზბეგი, მოლი შეკრა აიამ. რომელსაც აქვს წინსვლა პატარა ღერძის მონაცვლებასაც მოახერხებს წესით ქუთაისური გუნდი. აი ხა თითქოს შუიდან გაიჭრა და აქ უნდა გადაარჩინა ბუთი. არა, გაიჭედა.
კარგად ვერ დავინახე ვინ იყო, ვიღაცამ გაჭრა ძალიან კარგად, თორე იქ რო არ გაეჭრა, ყველელო იქნებოდა ეს იყო გადამწყვეტი გაჭრა. აქ სამწუხაროდ დრო ცოტა გაჭედილი გვაქვს და სიამოვნეში ახლა არის. გადავახვიოთ, მე-9 წუთია. იმედია განახდება. საათი მიდის ჭუმბურიძე. ორი ხელით ისევ კარგი იყო დამაჯერებლად მოახერხეს. კაშია რომელიც კარგი გამგლეჯია, თუმცა დახვდნენ მშვენივრად. და ჯარიმა კი. ნახოთ აქ რა თქმა უნდა, კარებში დარტყმა შეიძლება და აუტიც მეკითხება, სადარიგოს გამსკენი ხედება მახარეიშვილი. თვითონ როგორც ჩანს, უნდა რომ კარებში დაარტყას, კი ბატონო. ხო, რატომაც არა, აქვთ უპირატესობა და აიღონ ფულები. არ არის რა თქმა უნდა უმარტივესი ჯარიმა, მაგრამ მოინის შუაშია და არც შორია, ძალიან შორი არ არის. ხო, გასატანი კატეგორია ნახდათ, მოეთხოვება დარტყმას ასეთი პოზიციიდან გატანა. მახარეიშვილის დარტყმა ზუსტი 10-0 მე-11 წუთისთვის ანგარიში. ოიყენებს ამ უპირატესობას ჯერჯერობით აი. სახელაშვილი შეიყვანს. ყაზბეგს ბურთი ჯერ არ ქონია. ოხ რა გადარჩა ყოჩახ აიცილა ბოჭა მახარეიშვილმა თორე კლავდნენ. ფიჯური ბოჭა მიდიოდა პირდაპირ. აქ ერთი ოდნავ მძიმე დარტყმა გააკეთეს, რითიც პოზიცია გაიმყარეს 22-ში და ადგილიც გაიმჯობესა ხუციძემ. აქ ერთმანეთს შეუშლიან. კი ბატონო, ისევ ერთმანეთს შეუშალეს. სტეფან წმინდელება რითიც იდეალურად სარგებლობს როგორც წესი ქუთაისაია. არის სივრცეები დარწმუნებული ვარ დარჩენილი კიდე ჯგუფში, ეს ცუდი გადაცემა. ფრუიძე სახიფათოა, ფეხი დაარტყა, ძლიერია. ძლიერი, არ გამოვიდა. და თუმცა ეს ჯარიმა და ყვითელი ბარათი როგორც ჩანს, კი რაღაცა კრიტიკული წესის დაარღვიეს, როგორც ჩანს სახიფათოს შეტევა ჩაიშალა, ამით გამომეპარა ეგ ეპიზოდი. თუმცა ხო, მის კომუნიკაცია იყო მათ ჩქარეულსა და ვატისონი ვანგა ნისარავის შორის ვერ გაიყვეს ბურთზე ვინი წავიდოდა პირველი ვერ გაარკვიეს და ამის შემდეგ დაიწყო ალიბეგაშვილი დაისვენებს. არ ალიბეგაშვილი ჩქარეული ხო? კი ბატონო. ისევ კარს უმიზნებს მახარეიშვილი, კი ბატონო. კი, პრაგმატულად სამუშაოს პირველი წუთებიდანვე აია, თან აუცი ორჯერ კარგად დაარტყა მახარეიშვილმა, სანამ მიგდის პრინციპში რატომაც არა. ხო, შეიქმნიან კომფორტულ უპირატესობას და შემდეგ უკვე ითამაშებენ. ლელოზეც. ხო, ცხანომის გარეშე რა თქმა უნდა ცოტა ისეთი გაძევება ცხანომი რთულია ჩაანოსო ძალიან. შეტევითი პოტენციალი ბიშო ზრალდება ცხანომის გაძევებით. აქ მახარეიშვილმა ჩაახვია, ზუსტია 13 წუთი გაიტანა. ჯერჯერობით შვენურად გამოიყურება მახარეიშვილი. სახელაშვილი ბურთით, ხო,
ცოტა მეტი ყურადღება მართებს პირველ რიგში ყაზბეგს. აი ამ წესისთვის იქვეა ხო თამაში კი. მაგიტო იყო ცუდი პასი თურნირში რო აღნიშნე. კი ბატონო. ახარეიშულს აქვს კი ბატონო დროფეხი რო დაარტყას და განმუხტა სიტუაცია პრინციპში არ იყო ცუდი დარტყმა. თან ჩქარობდა. ხო, ცენტრამდე როცა ამოდიხარ, უკვე აი 10 მეტრიან ხას შენ 10 მეტრს ხას დარტყმით აცილებ რესტარტისას, უკვე ეს კარგი მოგერიება ითვლება. ნუ თუ მეტოქს ნახევარს გადახვედი, ეს უკვე ძალიან კარგია. ყაზბეგის კომბინაცია ვნახოთ. სუდად მოიგეს ჩაკვეტაძე. აქ ვერ გაუგეს ერთმანეთს. პატარაია თავად წავიდა, შეგააკეთა მანაც უპირატესობა. გამოვარდა თამაშია, კი ბატონო ხუციძე რა კარგად გაერკვა. არა, ჩაკვეტაძე იყო. და გაშალის ქუთაისება კიდევ ერთი დარტყმა ფრუიძის, ამჯერად უკეთესია. სახელაშვილი კუთხეა აქ. თუ არ იყო წესის დარღვევა, წამოვიდა ყაზბეგის კონჩეტევა ქუშაშვილი. კარგი იყო ქუშაშვილი. კი ბატონო უპირატესობითაც სარგებლობენ, აი ახლა დასწნეს. ტალახაძე გადაიტანს კიდეზე ბურთს. არც მახსოვს ოთარ ტალახაძე ბურთით დღეს იყო თუ არა. ხო, პირველი ჯარი იმაა საერთოდ ყაზბეგის, აი აქ. მეგონი კარგად დაარტყა, კი ბატონო, მივიდა 22-თან არ გქონდა მას დიდი კუთხე. აი აქ მაღალი ბოჭვა, ხო ხუციძეს მოვიდა მაღალი ბოჭვა. ხუციძესა და მგონი გივიკაშიას ბოჭვაც ცოტა მაღალი იყო. ხო გაუჭერდა წინა შემთხვევაში ბურთის მოგება. ყაზბეგს ვნახოთ ახლა ორი ხელით მოიგეს გოჩოლეიშვილზე. მოლი. ბურთი კი ბატონო ბაბუნაშვილს აქვს ბურთი. უპირატესობით სარგებლობენ, გაიტანს სახელაშვილი კი ბატონო. შეიყვანეს და კარგად მიდის ჯერჯერობით აი ხა ამოუვარდა ბურთი ხელიდან. ლოვოკუროს თუმცა შეუულია ყაზბეგს ახლა უკეთეს პოზიციაში მივიდეს აუზე. ტალახაძე კარგად უტყავს არიან 5 მეტრიანში შედის პირდაპირ ყაზბეგი. იქვსიანი დერეფანი დააყენეს სტუმრებმა. მოიგეს ბურთი უკვე. და დაუვარდა. მოლის მოწყობაზეც ეთყობოდა რომ არ ქონდა დიდი პერსპექტივა. ხო, დაშლილი იყო 10, ანუ ძალიან მნიშვნელობა აქვს როგორ შეიკრება და მე კონტროლი, მაკონტროლებელი როგორ აკონტროლებს ბურთს, ეს ორი ფაქტორია. იმისთვის რომ ხანდახან ხდება რა თქმა უნდა რომ ცუდი მოლიდანაც რაღაცა წინსვლა და შევალელოს დადო და ჯარიმეც გამომუშავა, მაგრამ მაინც 10-დან შემთხვევაში თავიდანვე ეტყობა მოლს ის კარგად წავა თუ ვერ წავა. მიხეილ სუჯაშვილი და ოთარ ბარკალაია ყაზბეგის წვრილები. სუჯაშვილი რა თქმა უნდა ძალიან გამოცდილი, განსაკუთრებით შერკინების სპეციალისტია. მიხეილ სუჯაშვილი, ხოლო ბარკალაია რა თქმა უნდა ხაზში იქნება. ისევ ვერ მოეწყო შერკინება. ადრე ხარ გადასული ამას. სიუცე დაიცავით ორი. ხარზე თუ შეეკრები და დისტანციას. ხო. თუ ვიცით, მაშინ გამოვასწოროთ მარტივად, აი აქ შექმნა. მოხრა შეპრა შერკინება გახარ ჩემ
დააჯარიმეს, კი ბატონო, კი. სწრაფად გაათამაშა სახელაშვილმა და დაადო კიდეც ლელო შვენიერი ალღუავო ამ კი, მომენტს. კარგია, ასეთ ლელო ყოველთვის დიდაჩი იშვიათობა სწრაფი გათამაშების ჩასვლა შორის წინა ტურში დოლიძემ დადო და ეხლა სახელაშვილმა გაიმეორა მსგავსი მეთოდით. ლელო ლუკა სახელაშვილი აი ეს სისხარტით აქვს ამას დიდი სარგებელი მოაქვს ამას და სამწუხაროდ საქართველოს დიდაჩი ნაკრების დონეზეც ეს დაბალ დონეზე გვაქვს ძალიან ეს ილეთი აქ არ გაიტანა სწრაფად აიამ და მიწოლს გააკეთა აქცენტი და დაჯარიმდნენ შემდეგ. აი აქ ჭკვიანურად ითამაშა. კი, ეს ძალიან ისეთი კარგი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მეტოქე ამ 10 მეტრიანის დარვაზაზე ფიქრობს ხშირად ეს მანდ დაარღვიო, არის ყვითელი ბარათი, ვერ გბოჭავს, მოკეთ თუ სწრაფად მოისაზრებს ცხა ნომერი ძირითადად და თუ სხვა მოთამაშე თუ მეტეს დიდი სარგებელია გუნდისთვის. ტალახაძე აქვს მნიშვნელობა ასეთი დარტყმის გატანას, შეუერთებელს დიაპაზონში ყაზბექი. ტალახაძე კარგი დამტყმელია როგორც წესი. ამ შემთხვევაში ზუსტია 13-7 მოიპოვა პირველი ქულები სტუმარმა გუნდმა. მახარეიშვილი შეიყვანს ბურთს თამაში. ხეში დაკიდებული ბურთი მოედანშია ვერ გადავიდა ყაზბეგი და აქ შეუულია ეს კარგი შეტევა ღუნტმა გადაკიდა კარგი დარტყმა არის დაუშვა შეცდომა ჯარიმა ხომ არ არის და კარგი შერკინება ექნება კაიას თუმცა აღნიშნოთ ის რომ წინაზე დააჯარიმა ყაზბეგმა ახლა ნახოთ თუ შეუულია სწრაფ გატანას გააკეთონ აქცენტი ხო ახლა ძალიან ახალგაზრდა მეორე ხაზი აწვება აიაში პირველ ხაზს და ეს რა თქმა უნდა აკლებს იმიტომ რომ რა თქმა უნდა ძირითადი მიწოლაში პირველი ხაზია მაგრამ მეორე ხაზსაც აქვს მნიშვნელობა ასე რომ ახალგაზრდა ძალიან ხედავთ არც არის ძალიან მძიმე და მაღალი მეორე ხაზი არ ყავს აიას ახლა მომენტში ნახოთ როგორი იქნება შეეკინება ამ შემთხვევაში. დაძრა კარგი შეკინება გავიდა ხაზე კაშია. კარგი იყო, კიდევ ერთი კარგი გადაცემა. შევა, ვერ მიწვდა, თუმცა ახლოსა აია. აქ რა შეცდომა დაუშვეს. შეცდომა ძალიან. აქ არ უნდა იჩქაროს კი ბატონო. აზბეგმა ისინი 9 ნომრის გარეშე არიან. კრიკალაშვილი გააკეთებს ერთ დარტყმას. ტალახაძე აიღებს პოზიციას წესით ფეხით გასვლად. კი ბატონო, ასეც იქცევიან. კარგი დარტყმა გამოუვიდა იქთან გამომდინარე რომ წნეხში და ის სიღრმიდან დაარტყა ტალახაძემ. 22 ხაზთან ექნება აუტი აიას. და დაბრუნდა ამასობაში ჩქარეულიც. 15-15-ზე გაგრძელდება. მოიგო ეს ნაკლებობაში ეპიზოდი ეს მონაკვეთი ყაზბეგმა. ჩაკვეტაძეზე ააგდეს, სწრაფად გააქვთ. მახარეიშვილი კიდევ ერთი ეს წინ პასკავს. და ხო ცუდი პასი იყო, დაიკარგა, საერთოდ ბურთი, თუმცა შერკინება იქნება ყაზბეგის. ნავროზაშვილის გადაიყვანეს. ნავროზაშვილი ტაოდან შემოუერთდა ყაზბეგს ისევე როგორც დაბრუნდა ტალახაძე. როგორც ახსენე საკმაოდ ბევრი ახალი სახია. ისე როგორც იდეაში აიას შემადგენლობაში, თუმცა აიაში ძირითადად არიან თავისი ასაკობრივი ჯგუფებიდან ამოწეული მოთამაშეები.
შერკინება. ხო, პრობლემატურია ძალიან დღეს შერკინება. უჭირთ უნდებს დგომა. კაი, გასაგებია. ვერ შეკინო ორივეს ხელი გაუწვიდა, მაგითაც ახდებით ქვევით რა. მოვიდა. კაი. მოვიდა. მოხრა შეკრა შერკინება ეს თითქოს უკეთესია, კი ბატონო, მოეხსნა ყაზბეგი. წამოვიდა, კარგად წამოვიდა. ვატისონი და კი ბატონო. კი, ჩაუვიდა რა თქმა უნდა. დარჩა იზოლირებული. ნახოთ, ხა ის კარებში დარტყმა შეიძლება. არა, უკვე როგორც ჩანს ის ლელო იწყინა აი და ვიდა უნდა რომ ლელოთი გაქვითონ. ამ 15 წუთზე ნაკლები ტაიმის დასრულებამდე დიდი ხანია საქმეში აღარ გვინახავს. აია, სადღაც 7-8 წუთი იქნება. აუტი კარგია, მოლიც შეკრა კარგია, კარის წინსვლა. ბიძგი აქვს გაუჭირდებათ. კი ბატონო, გიგა ჭომბურიძე გაიტანს მეორე ლევოს ქუთაისელთათვის. ხო, ეს რა თქმა უნდა, ეს ახლა საუბრობდით, თუ ესე შეიკრა მოლი, მე ის მოლი არ ჩერდება, ვერ გააჩერებ ვერაფრით. პირველი მოძრაობიდან იდეალურად შეკრეს ქუთაისელებმა. სწრაფი და კარგი პასუხი დაუბრუნეს. მახარეიშვილს დღეს 2 ჯარიმა და 1 გარდასახვა აქვს გატანილი, 3-დან 3 აქვს. ნახოთ თუ შეინარჩუნებს ამ პროცენტს. ზუსტია 27 აღ 13 გულიანი პირატისობა ო ნახოთ 15 კაციანი ყაზბეგი რას გააწყობს ის ქულები რაც მოიპოვეს 14 კაცი იყვნენ მაშინ მოედანზე ხო ერთი შეტევა ჰქონდათ და ერთი ერთი აღნიშნოთ რომ 100%-იანად გამოიყენეს თავისი შანსები მაქსიმალურად ეს რა თქმა უნდა ყოველთვის კარგია გუნდის როცა მაქსიმალურად ეფექტურად იყენებენ თავის შეძლებლობებს იდეალური მოლი იყო აქ უკვე შეცვალა მხარი სახელაშვილმა და გლონტი ცუდად აგი ბატონო გაამართლა მოულოდნელობამ არ აღმოჩნდნენ მზად ქუთაისლები მორიგი შანსი ეძლევათ ახლა გააჩნია როგორ გამოიყენებენ ბაბუნაშვილი არის ბურთით გიორგი ნევსაძე ავთანდი კოპალიანი სამსუნო შტაბი აიასი შეკინებისმელია კოპალიანი ხოლო გიორგი ნევსაძე თავარი მცდელი მოლი შეიკრა შეიცვალა ღერძი ნახოთ აქ ერთს დაიძახეს უკვე მალე თუ არ გაიჭრა საერთოდ არა იზოლირებული ქრახდება წავიდა მიწაზე და წავა შეტევა ყაზბეგის აი ეს კარგი დაჯახებაა ხო თანა იცლა იქ ერთი ბოჭავი ხა მიწისკენ უნდა წავიდეს ხო ეს უკვე მოლია რა თქმა უნდა ხო დააგვიანა აქ ცოტა რეაქცია და გაუჭირდება რა თქმა უნდა დაიცვა კიდევ ერთხელ თავი ხო ის მომენტი დაკარგა ის წამის მიადედი როცა მიწაზე წასულიყო და ჩაიგდო თორსები ლაღაძე იყო და აღარ გაუგე მახარეიშვილი წყნარად შვიდად გავაახლა საკუთარი 22 მეტრიანი ზონიდან აუტში უტყამს გადადის მედოქის ნახევარს კარგი დარტყმა გამოუვიდა
ხო, მრავალფეროვნება აკლია თითქოს ყაზბეგს. მოლიდან ბურთის გამოტანაც გაუჭირდათ უკვე რამდენიმე ჯერ. აქ ფეხს დაარტყავს კი ბატონო საბრძოლო სახელაშვილი, აქ ბრძოლა გაიმართება, ზვიადაძე კარგი იყო. მოუგო ალიბეგაშვილს. კი, კარგად ითამაშა 18 წლის მორაგვე, მაგ ბატირერენგა წავიდა და გაიარა 10 მეტრი. ფრუიძე, სწრაფი ხელები ზვიადაძე. გაიქცა, ფეხი გადაკიდა, თუმცა ფრუიძეს დარჩება. უკან არის თამაში, შემდეგ წინ. კი ბატონო. და ბურთი აიასია საბოლოოდ. გრძელი პასი, დინჭარაძე მაიცილა, ბოჭვა, კიდევ ერთი პასი კოხოძე სახიფათო ამ მდგომარეობაში. კარგი იყო კოხოძე, დარჩა მოედანში. ხუციძე. მეფარიშვილი ჭრაზე წავიდა. ესეც კარგი დარტყმა იყო, აქ ჩაკვეტაძემ თუ შეინარჩუნა, კი ბატონო დააყენა. დინჭარაძე. ამოაცალა სუფთა იყო ყველაფერი აქ. პატარაიან. ხო, აქ ბატონყაც პირველ ხაზზე მოიდომა, რატომღაც ჭუმბურიძე კარგად თამაშობს, აუშვა ხელი. აი, მაგის გამო შეიძლება დაისაჯონ ახლა. კარგი იყო მახარეიშვილი ზვიადაძე. უნდა დარჩეს მოედანში, დარჩა. და თამაშობენ მოკინალები ნარსია. დაჯდა ბურთზე კი ბატონო ამოიღო ვატისონი ვანგანისარავი. დასამახსოვრებელი გვექნება სეზონის განმავლობაში ეს სახელი. ხო, მოძრაობს ბევრს აია, ამ სწრაფ თამაში ღლიან ისინი რა თქმა უნდა ხო მეტოქეს. ყოველთვის ცოტა დაახტათ ეხლა მესამე და 30-დებამდე. ხო, კარგი იყო ზვიადაძე. კი, ორივე 3-4 წუთი აქტიურობდა. კი, 18 წამი ნაკრების წევრია, მან ითამაშა წელს 8 ერზე, უფრო სწორად 18 წამდე 8 ერზე. არსია შევიდა კარგად. აი, ვეღარ გაასუფთავოს. კი. კარგი იყო ფიჯელი ლეგიონერი. ხო, 10 წუთი ჩვენ რომ იყვება ზუსტად საჯისტროს. ტალახაძესაც ტრაუმა აქვს. კი, ტრავმები. ხო, ის სხვადასხვა პირველ ტურში იყო ორი მძიმე ტრავმა იყო. ასე რომ ხო, ეს ცოტა ამხრივ მძიმე სპორტია. კოხოძე და ფრუიძე ლიდერები აიას ხაზში. ხო, ზოგადად ბოლო წლებია ყაზბეგს ამხრივ აქვს პრობლემა. ბევრი ტრავმები აქვს და შემდეგ უკვე სიღრმე აღარ ყოფნით იმისთვის, რომ მზადყოფნაში იყვნენ ყველა შეხვედრისთვის. ხო, საინტერესოა ვინაა დაშავებული, ეს ვერ დავინახე. ტალახაძეა დაშავებული. დაცვლილება. იქ ხო მეორე მოთამაშიც იყო და იქეთ ხო არის, ხო კი იყო, მაგრამ მეგონის წამოდგა, იცი. ეს ეპიზოდი, როსაც მოყვა ეს აიას კარგი შეტევა, აქ ზვიადაძე მაიღო და მე თვითონვე გაჭრა მარჯვნივ. ხო, ტალახაძე დანაკლისია, რა თქმა უნდა, ყაზბეგისთვის. თუმცა, კარებში დარტყმა სხვათა შორის სახელაშვილსაც შეუძლია.
და 22 ნომრით გამოვიდა კობა ირემაშვილი. კარგად ამოდის სახელაშვილი. ბაბუნაშვილი. ხო, ძალიან დიდხანს მოადომას. ყაზბეკმა და არ გამიკვირდა რომ დაკარგეს ეს ბურთი. როგორც წესი გაწელი აქ ბატირელი კიდევ ერთხელ გაიარა მოედანი. წინა ფეხზია აია ქიმუცაძე, ესეც კარგი წაღება იყო ქიმუცაძის. შეცვალა შეტევის მმართველობა კი ბატონო გადაიწყო. აქ ვისაუბრება ზვიადაძე. რა კარგი ცრუმოძრაობა იყო, ჩამოიშორა ეგრევე ალიბეგაშვილი. უბურთოდ მოახერხა. წავიდა შეკინება ისევ ბატირელენგა. ხო, აი სანახაობრივად უტევს აია მახარეიშვილი ლაღაძე შეიყვანა დარტყმაზე ფრუიძე კაშია და კარგი ბოჭოა. კი. კიდევ ერთხელ ჩაჯდა, ისევ ვატისონი ვანგა მისარავი იყო. კი, ფიზიკურად ძალიან ძლავრი ეთყობა. წესით კარგი შენოძენი უნდა იყოს ეს მორაგბე ყაზბეკისთვის. ხო, ჯერ საქმეში ისე იმდენად არ გვინახავს არც ლოვოკურო. ერთი-ორი მომენტი ქონდა და არც ის არ გამოიყურებოდა ცუდად. ეს ბიჭი ჩანს უკვე რომ გამოდიება ძალიან. ახლა ორი ისეთი ბურთი ამოიღო, ამას უბრალო მოთამაშე ვერ იზამს. ახლა არ იყოს იოლიკა ასამოსაგები, გინდა უნარი, ჯანი, მე დარჩე ფეხზე. ეს ყველაფერი გააკეთა მორაგბემ. და ვხედავთ ფიზიკურადაც მაგარ ჯანზეა. კი, საკმაოდ მასიური მოთამაშეა. ბაბუნაშვილი კიდევ ხო დიდროს ანდომებენ, ისევ დაკარგეს. ჭუმბურიძე მამუაგდო კი ბატონო ხუციძე. გასუფთავდა რაკი. ჭუმბურიძე. კარგი წაღება. აქ შეცვალა აია მიმართულება, კი ბატონო იკითხებოდა გადაკიდა თუ გაარტყა. კარგი დარტყმა იყო. წინვალი. ეს წინვალი დარტყმა ნიკაღლონტის. ვერ დავინახე 50-22 იყო თუ ყაზბეგისა. არა, ყაზბეგის არის, ხო, როგორც ჩანს. შეტანილი იყო, ანუ ნახევრიდან იყო. თუმცა მაინც ძალიან კარგი დარტყმია ყველა ვარიანტში. ამ ზონაში აწყობს აიას თამაში. ხო, წნეხს მიიტანენ მეტოქეზე, თან დერეფანში უჭერს. ფაქტია, ყაზბეგს. ამ ზონაში არის ოფცია, რომ გზელი აუთ მოაწოდო ნახოდა, მაგრამ ეს როიტი არ იქნება და პირდაპირ ჩაუგდეს ჭუმბურიძეს და დადებს დუბლი. რა თქმა უნდა, უმარტივესად მოახერხებს ჭუმბურიძე. ლელოს გატანას, ხო, ეს იყო როგორი აუტი, იცი, ანუ არც გზელი იყო, არც კაცე იყო, ანუ რაღაც შუალედური იყო და შუალედურში სწორედ ის იქ ვავარდა, სადაც მეტოქის კვაჭი იდგა, თაზი განა კვაჭები როგორც წესი, ასე რომ კი ბატონო, ჩასაფრებული და აი ნახოთ. ხო, გადააც ვერ გავიგე, გზელი აუტი იყო თუ ექვსნა მე მგონი უფრო აქ ხუროშვილზე აგდებული აუტი იყო და ხო გადააც უბრალოდ გადასა და შემდეგ ჭუმბურიძე მართ შევიდა სარიო ზონაში. ეს მოიტანა ყველაფერი ნიკაღლონტის კარგმა დარტყმმა. ახარეიშვილი დაარტყავს გარდასხვას. ნახოთ. აი კიდევ ერთხელ 100%-იანია, ხო? ჯერჯერობით 100%-იანი. სანტიაგო კარერასი უთმობს. ხო, და უფრო რთული პოზიციებიდან გაიტანოს სხვათა შორის ვიდრე კარერასმა.
ხო მაგ თემას მეორე ტაიმში შევეხოთ ძალიან შრომი თამაშები გაიმართა სამხრეთში ისეთი დაძაბული 4-ერი თან არა ხო ყველა გუნდს ორი მოგება აქვს და ყველა შეუძლია ჩემპიონობა ასეთი მართლა ყოფილა დაგეთახმები 27-7 უკვე საკმაოდ უსიკულა საკმაოდ დიდი უპირატესობა აი ასე ვნახოთ ახლა რესტარტზე გადაც და მოიგო მაინც ჩაკვეტაძეს ჩაუვარდა ბურთი ხუციძე აქ მოაწყობს მორკინალების ჯგუფს კარგი დარტყმა იყო ეს ლაღაძის თავად დაარტყავს ხუციძე ფეხს კარგად ურტყავს ზოგადად ხუციძე კი სათავ მოედანში და ახლა ნახოთ აბა ფიჯურის შეტევაში როგორ ითამაშებს ჩვენი 8 ნომერი ჯიუტა ბატირერენგა ჩაუჯდა და კი ბატონო და თანამემამულემ აჯობა ორთაბრძოლაში კარგი იყო იქ თავიდან ნარსია მაწია ხაზი კარგად ეგრევე შებოჭა ვანგანისარავი არა ხო ელდარ პატარაია დაიმდრა ყაზბეგ ზოგადად ცოტა რო ხედავ სადარიგოს ცოტა ალბათ სიღრმეში ნახოთ ხო შერკინებაში მე მგონი ცოტა ისეთ სიღრმე არა აშკარად 4 კაცი ყავთ ხო შერკინებაში კი 4-4-ზე ყავთ დაყენებული ხო ესე იგი რაღაც პრობლემები აქვთ და ასე რომ ეს რა თქმა უნდა ხო ბუჯის გამოკლება მათთვის დარტყმა იქნება ო თან გადის და შემოვა ნოდარ მამარაძე უნდა ვიხილოთ და საკმაოდ დიდი გაბარიტების მქონე ბურჯი შემოდის. ახარეიშვილი დატოვის მოედანში. ირემაშვილი მოედანში დატოვა. და ისე მახარეიშვილი ხო? კი ბატონო. ჯერად ალიბეგაშვილზე უტყამს. დაუბრუნა ალიბეგაშვილმა ძლიერი დარტყმა. გამოვიდა, კარგი დარტყმული გამოვიდა. ყველავარი გამოვიდა, ნუ დაარტყა, რატოა. ძალიან კარგად დაარტყა. ფრუიძემაც კარგად დააბრუნა. ძლიერი დარტყმა იყო ფრუიძის. 10 მეტრიან ხაზამდე ამოვიდა თითქმის. ჯამში ეპიზოდი უნდა ყოფილიყო ყაზბეგის ნახევარზე თამაში და აიას ნახევარზე იქნება ერთმა ვერ გადატანა აუტმა. თუმცა რა თქმა უნდა ხა არ არის აი ეს კრიტიკული შეცდომა, არ არის კრიტიკული ეპიზოდი, არ იყო ასეთი დარტყმის გაფუჭება. აქ რა ხდება? წინ თამაში. არა, მე მგონი არ გძელდება და ირემაშვილი კარგად წამოვიდა, თუმცა შებოჭეს. ბაბუნაშვილს რა კარგი ბოჭვა გაუკეთა ჭუმბურიძემ. აქ სხვა გზა არ არის, ფეხი უნდა დაარტყა სახელაშვილმა. აქეთ მეც ამ შეუშალო ხელი ზვიადაძე. კარგი იყო ზვიადაძე, დიდი ხანი გაჩერდა მოედანზე, დარჩა მოედანზე. კიმუცაძეს კარგად დაუხდნენ. კი. კარგი ბოჭვა იყო, მძლავრი. და აქ უკვე შემტევი აღარ გამოვა ფეხი უნდა დაარტყას ხუციძე და კარგად უტყავს ხუციძე ძალიან ალიბეგაშვილს დააშვებინეს შეცდომა ჭუმბურიძემ ფეხი დაარტყა ხო იდეაში ესაც შეიძლება უფრო აწყობდა არ ვიცი ამით დასრულდა პირველი ნახევარი
27-7 ცოტა ქაოსი, გაუგებრობა, ნაკლები შეთამაშებულობა და ყაზბეგმა ჯერჯერობით ვერ გვანახა. თავის თამაში შევისვენოთ 10 წუთი მოთამაშეებთან ერთად და დავბრუნდებით მეორე ნახევრით.
გიბრუნდებით უფასო გოლში მატკიბრებო ქუთაისიდან პირველ ტაიმის შემდეგ აია დამაჯერებლად ამარცხებს ყაზბეგს 27-7. ხო, ნუ პრინციპში ყველა ეპიზოდი გარდაელოს კიდე აიას ჰქონდა რამდენი მომენტი, თავის მხრივ ყაზბეგმა უფრო დაცვაში გაატარა თამაში და ერთ-ერთი შანსი რაც ჰქონდა პრინციპში ერთ-ერთხელ შევიდნენ ისინი მეტოქის 22-ში და აიღეს კიდევაც მეტოქის ლელო. ნახოთ თუ მეორე ტაიმში არ შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა ხა ყაზბეგის მიზანი იქნება ბრძოლაში დარჩენა და ალბათ საუკეთესო შემთხვევაში ნუგეშის გოლზე ფიქრი, ხოლო აია იფიქრებს ბონუსით გამარჯვებაზე. ჩაკვედაძემ მიიღო ბურთი. და ნარსია ამოდის კარგად. უციძემ დაარტყა ფეხი, კარგი დარტყმა არის, თუმცა ახლა წამოვა შეტევაში. აი ახლა კარგად გამოიარა. კარგი იყო ვატისონი. ცოტა მეტი სიჩქარე მართებს რაკინა ბურთის გამოსვლის დროს. ყაზბეგს დვალიშვილი მოდი შემოსულა. აქ აიშალა ხაძე ბურთი ჩავიდა კიდეზე. ფიჯელი ლეგიონერი როკულო. კარგადია რა მანაც. აი პირველი ისეთ ფაზები გადააბა ყაზბეგ კარგად რომ მანძილი მოიგეს ასე ვთქვათ. მანძილის მოუგებლადაც არ გადაუბიათ გონი ამდენი ფაზა პირველ ტაიმში სტეფან წმინგელებს. დვალიშვილი საკმაოდ გამოცდილი პასი და აქ კონჩეტევაშივა წამოვიდეს აიასი. ნარსია არა კიდევ ერთხელ ამოიღო ბურთი ფიჟელმა ლეგიონერმა. მესამეჯერ ხო? კი, პირველ ნახევარში ორჯერ მოახერხა 1.5 მეტრიანში, 1.22-ში თავის ამაში. აქ საინტერესო იყო წინ თამაში იყო, მაგრამ იმიტომ არ დააბრუნდა წინ თამაში ახსნა საბაბულაშვილმა, რომ იყო მე უხეში ჯარი მიწესებით იყო გათაყრისას და ამ გაქვითა ასე ვთქვათ ის წინ თამაშის უპირატესობა. ხო, ფეხის აწევის ცდელობა იყო ქუთაისელთა მხრიდან, აი გამოჩნდება ახლა მომენტში თუ გვიჩვენის ბოლომდე. ხო, აი აქ კი ბატონო, რა თქმა უნდა. ეს უხეში თამაშია. ხო, სამედიცინო პაუზა დღეს მრავლად ჰქონდა. პირველ ტაიმში, მეორე ტაიმს ასე დავიწყეთ. ემზადება მოედანზე შემოსასვლელად დავით ვარდანიძე. ვინ იცვლება ესაა საინტერესო. კი, საკმაოდ კარგი მესამე ხაზელი ძალიან. კი ბატონო. კარგი მურაგბე, მარკაფაში იყო, ის პირველად ნუ წელს ორივე თამაში მარკაფაში იყო, თუმცა აი ეს ძირითადი მესამე ხაზიც ძალიან კარგი ორი ახალგაზრდა და ერთი ჯიუტა. აქ აუქსედი გიორგაძეს ხედავთ. კი, რაღაცზე გადის სისხლზე. ნუ არ განიძე შემოვა, სწორედ მის ნაცვლად. არ უნდა მაინც გასვლა რაღაცეს, თამაში წყურია, მაგრამ დატოვეს და ეხა მოლი შეკრა კიდევ ერთხელ ყაზბეგ. კარგი ბიძგიმის საქმე მოიხსნა ბაბუნაშვილი კი ბატონო. კარგადია რა. ჩქარეული გაშლილი შევიდა. თუმცა ბოჭვა რაკი. აი ეს კარგია. სონი რა კარგი დარტყმა იყო წაწია წინ თავისუფლად და ჩაჯდა. აქ ვინ იყო ეს წინვალი? ნარსია უნდა ყოფილიყო, კი ბატონო ნარსია იყო. იგრძნო მომენტი იქ დააგვიან აი წამის მიესედებით ყაზბეგის მორკინალებმა გამოჩნდა კიდეც ეს მომენტი რომ ქონდა დრო ნარსიას და ამით იდეალურად ისარგებლა ახალგაზრდა ქუთაისელმა მესამე ხაზელმა. მახარეიშვილს აქვს მისია რომ გადავიდეს კიდეზე.
რასაც შვენივრად ასრულებს, წავიდა 10 მეტრიან ხაზამდე. საკუთარი 5 მეტრიანიდან. ჭუმბურიძე, რომელსაც დღეს 2 გოლი გაიტანა. კი, ერთი მოვლიდან და ერთი აჩუქა ყაზბეგმა. ჩაკვეტაძე კარგი ხტომელი ჩანს, სუბუქად ხდება. კონტროლისა და ბურთი თუ გამოვიდა. ისე მოძრაობს, რომ კი ბატონო, ჭუმბურიძე არის ბურთით. აი, ახლა მოიხსნა და 5-ზე მეგრევე ფეხი დაარტყა. ნაუროზაშვილს მოუწევს ბრძოლა კოხოძესთან. ბატირერენგამ თავში მოხვდა, ასე რომ წინ თამაში არ არის. ცუდი გადაცემა სახელაშვილი თუ სიტუაციაში ჩაიგო თავი. მოახერხეს. კარგად გადაყარეს ბატირერენგა. ბატონო, შემდეგ გასაკვირად სამრაკის დაცვა მოახერხა. ხო, კარგია როგორც წესი ასე დროს ახერხებს ბატირერენგა ამოღებას, თუმცა გადაყრელებს ყოჩახ. აქ ძიმე დარტყმა გააკეთა ყაზბეგმა ფეხით გავლენ. 22-ში ხარ. სახელაშვილი. კარგად დაარტყა ფოსტები, ნახოთ საჭი სადამდე ამოვა. 10 მეტრიან ხაზამდე კი ბატონო. ამგვიან შემოდიან რა ადრე. კარგი აუტი ბოლოკაცე. გადაკიდება საბრძოლო და წავიდა ბატირერენგა. ვერ ამოაცალა ყაზბეგის მოთამაშე მურთხელიდან. ჯარიმა კი ბატონო, ეს რა თქმა უნდა. გადაკიდა კიდევ ერთხელ ფრუიძე, ხო დღეს ცოტა ცუდად აკეთებს ამილეც გიორგი ფრუიძე. ჯარიმა, ხო. ნუ კარში დარტყმაზე არ ვიცი ფიქრებს არ მგონია. ნუ შებერთი ისე რომ 3-ზე მეტი გახადონ სხვა, მაგრამ სავარაუდოდ ველზე წავაია. ნახოთ არ გვინდა პროგნოზები. და ხედავთ უკვე მარკაფა ქუთაისლების. ხო, 3 ველო აქვს გატანილი, კი ბატონო, ერთი ჩაკვეტაძემ გაიტანა, 2 ჭუმბურიძემ. აუტი, ნახოთ კიდევ ერთი მცდელობა იქნება ახლა 5 მეტრიანში ქუთაისის აიას. გადააცილეს ქუთაისლებმა, თუმცა ცუდად თამაშობს. არა. ბურთი ყაზბეგის. აქ აია ცდილობს რომ რაკი შეაწუხოს. უნდა გამოიყენოს დვალიშვილმა თამამაკი კი ბატონო. რთული პოზიციიდან მოვიდა. ხო, ვერ გავიდა შორს, დარჩა 22-ში ყაზბეგი. კიდევ ერთი აუტი წააგო. შეხტა გიორგი ხუროშვილი. რა ხდება არ დასვეს მიწაზე. გაუჭედავენ თუ ასე გავძელდა. არა. რაკია დვალიშვილი. გრიგალაშვილს გადააწოდა, დარჩა 22-ში. ეს შედარებით კარგი დარტყმა. კი ბატონო, შვენიერი დარტყმა მოვიდა. ამასობაში ამოვიდა ცენტრამდე ყაზბეგი. მაკაია წამოვიდა შეტევაში, ჭრაზე შევიდა ძალიან კარგად ნარსია. მიყოლაც არის მახარეიშვილი გაიტანს ლელოს.
ბრავო ქუთაისაიას შენიერი შეტევა იყო და ლოგიკური დასასრული ეპიზოდი. აქ კაშიას პასი აღსანიშნავი რომ წკინვალე თუ შეიყვანა ნარსია ჭრაზე. ანუ ასეთი სხვანაირი იყო, მაგრამ ესე პირველ თამაშიდანაც დადესვა ასეთი ლოგები ქუთაისლებმა. ასე რომ აგძელებენ ამაზილობით გულშემატკივრის გახარებას, ნახეთ აი კაშიას პასი. და კაშიას უპირატესობას ის არის რომ მას თვითონ შეუძლია მიძალება და ის აი საძებს მას იმის საშუალებას რომ მეტოქისთვის ამოუცნობი იყოს და ნუ ახარეშუაც რა თქმა უნდა ბოლოს კარგი ფინტი რა თქმა უნდა კარგი იყო ძალიან ნარსიაც. კი. მარტივი პოზიციიდან მოუწევს დარტყმა ხარეიშვილს, ბევრად რთული დარტყმები შეასრულა ზუსტად. 100%-იანი შედეგი აქვს, ხო ისე არ მახსენდება რომ დღეს 100%-იანია, ნუ ეს იორდია და დიდი შანსია რომ ეს შეინარჩუნოს. 34-7 უკვე ამასობაში აიას უპირატესობა იზრდება და იზრდება. ხო, დიდია უკვე აიას უპირატესობა და არ ჩანს აქ რა თქმა უნდა არ შეიძლება თვითონ ითამაშა გადაკვეთამდე ასე რომ ესე არ ვია სახელაშვილმა ის რო ყოფილიყო ჯერ გადასულიყო 10 მეტრიანს და მე ეთამაშა კი ბატონო მანამდე რახან ითამაშა ჩაითვალა და კარგო. აქ 7 კაცას სტილში ცადა მოკეთ განახლა. რიანური იყო იქ დიდი სივრცეები ქონდათ ქუთაისელებს. ხარეიშვილს მალეა უყო. რუიძე შეიცვალა. საინტერესოა ვინ შემოვიდა მის ნაცვლად. ნუ პირველ ხასაც ცვლის იწყებს ეტაპობრივად პირველი ხაზის შესვლას. აია მიაწვა აია და გავიდა ხაზზე. ხარეიშვილი. ხით გადაკიდა. რა კარგი იყო თუმცა კოხოძემ ვერ აიღო. ხელი გაგეშვა და ჩავა. შემოვიდეს კი ბატონო. შეცვლებია შემოვიდეს. პირველი ხა ბურჯები შეცვალა აი ამ გამოვიდნენ შენგელია და გიგაშვილი ალეკო გიგაშვილი. ნუ პეტრე ჯინჭარაძე გუნდის კაპიტანი და გიორგი ქიმუცაძე დაისვენებენ. თავის საქმოდ გააკეთეს დღეს. გადადის 22-თან მახარეიშვილი. სხვათაშორის აი აუტებში ანაცვლებს ხაზზე გატანას და შერკი მოლის აგორებას. ორივეს სხვათაშორის ორივეს კარგად იყენებენ. ვარდანიძეზე აგდებული ბურთი ამჯერად ხაზზე გავდიან. პატირერენგა რთულია მის შეჩერება უჭირთ სტეფან წმინდელებს. მამოაგდო ბურთი ჭუმბურიძე მოიხარა, წავიდა აქ ჯარიმა იქნება, იმიტომ რომ ჩარჩენილია ყაზბეგის მორაგბე, თორე ის მიჩადიოდა არ არღვევდა წესებს. ისევ ის ლეგიონერი ვატიშონი ვანგანისარაო იყო. აქ ჩაკვეტაძემ წაეწია მაინც ბურთი წინ, გავიდა ხაზზე მახარეიშვილი, ვარდანიძე შებუნებული პასი დაკარგეს მე მგონი. არა, არ დაკარგეს. კარგად დახვდნენ პატირერენგას, გამოდეს. როგაჩერდა იქ აპონენტი კაბერიძის სიგნალი იყო როგორც ჩანს. კი ბატონო, მიიღო თავისთან ვატისონი ვანგანისარო. შენ ჩარჩენილი ხარ, გაცდი, მაგრამ შენიანი ბურძე ჯდება. მე ძალიან გვიანაკეთებ გოჯოსთან ხარს, თავს მეთელი გარეთ. ხო, ყვითებართი, ნუ ეს მორაგბე საუკეთესო იყო ვიტყოდი ყაზბეგის შემადგენლობაში. ხო, ნუ დაცვაში ითამაშოდა ყაზბეგი და შესაბამისად დაცვაში ის იყო საუკეთესო და ახლა ეს დანაკლისია თქმა უნდა მათთვის.
რა თქმა უნდა. იყო ყვითელი ბარათი. არც ხელის მოხევის ცდილობა ქონდა. ხო, ახლა ცოტა უნდა გაუჭირდეს ყაზბეგს. ნახოთ წინაზე მე სხვადასხვა ნაკლებობაში მოიგეს ისე მონაკვეთი, თუმცა ახლა რა თქმა უნდა სხვა სიტუაცია უკვე ანგარიშიც ძალიან დიდია. გიგი გიგინეიშვილია მოედანზე შემოსული. ოზურგეთის არწევებიდან შეუერთდა ის ყაზბეგს. გადააგდო 5 მეტრიანში. არა, არწევების შემდეგ ბოდიში ტაოში იყო, კი, ტაოში. ისევ ჩაკვეტაძეზე დაბალზე ამოიგო ბურთი მოლი ამუშავებს აიამოს ჯერჯერ წვიმებია 5-ზე მოეცა. ხა იკითხებოდა ეს კაშია თავად წავიდა კაშია თუმცა გაასფეხზე კარგად იარა მაინც წავიდა მეფარიშვილი გააჩერეს კარგად იცავს ჯერჯერობით ორი ფაზაა თავს ყაზბეგი ეს კარგი მიგზალება იყო და ჩავარდნენ აი მიყოლა ჩი აშკარად ჩავარდა ჩაკვეტაძე მიყოლაზე ერთი წამი სწრაფია ერთი წამი შენიანი წევს აი თუ გაფარიან სამი კაცი ერთი ხედავთ რომ მამალაძეა დაშავებული მეორე მოთამაშეს ვერ ხედავ ხო აქ ისეთ სიტუაცია შეიძლება შეექმნას ყაზბეგს რომ შეცვლები არ ყავს შეკინება შესაძლოა შეიძლება მოკლება მოუწიოთ რაგბის ასე რომ არ არის გამ ხო გიგა გრიგალაშვილს უნდა შეცვლო ხო ფიქტიური შეიძლება გახდეს საერთოდ ხო შეკინება თუ ტრამპიურჯი დაემტრათ კი ბატონო და არ შემოვიდა შეცვლი არ აღმოჩნდათ თავისთავად მიუხედავთ თქვენ არ ინერვიულობთ ჩვენ მიუხედავთ ყველა შალოჩქარეული შემოვიდა მოედანში. საკაცე ხო არ ჭირდება. შესულია სახელაშვილიც. ვერ გადაიტანეს ფეხს დაარტყავს კარგი დარტყმა ცოტა ძიერია ნახოთ და აიღო არის კარგი აღება კარგი იყო ლევონ ქუშაშვილი ადრეა ძლიერი ფეხი დაარტყა სწრაფად შემოაგდეს შარვაშიძე წამოვიდა რაც გაიარა ერთი ხუციძე მახარეიშვილი ისო ფეხი დაარტყა აქ ირემაშვილს ჩაუგდო თუმცა ძლიერი დარტყმა გამოუვიდა კი დაგარგა პოზიციაა ამ დარტყმით მოედანზე ხედავთ საბა ერემეიშვილს შეცვლის ის გიგი ჭუმბურიძეს რომელმაც დღეს ორი ლელოს გატანა მოახერხა კი გამოსწელია საბა ერემეიშვილი შემოვიდა დოდარ დოლიძესაც ხედავთ მოედანზე ზურა ხუციძე შეიცვალა მასაც კარგი შეხვედრა ქონდა მშვენიერ ხარისხში ათამაშა ასე ვთქვათ თავისი გუნდი აქვს უკვე ისეთი კომფორტული უპირატესობა. ხო, ნუ ერთი საზრუნავი მაინც აქვს აიას, ნამდვილად ბონუს ყოლა უნდა შეინარჩუნოს. ეხა ერთი დადოს ყაზბეგმა
დაკარგავენ ბონუსს, თორე ხარ არ მგონი აქ ისეთ პირი უჩანდეს ამ შეხვედრას, რომ ყაზბეგს მოგება შეეტყოს ამ თამაშის. ბატონო თან ისევ 14 კაცით არიან მოედანში. ხო, თუმცა პირველ ნახევარში 14 კაცით მოახერხეს იმ 7 ქულის აღება, რაც მათ აქვთ. ირემაშვილი სიბტყეზე რა კარგი გადაცემა ქუშაშვილი გაგრძელებას ეძებს ნავროზაშვილი სწრაფი ფთარის ბოჭვათ არ ჩათვალა როგორც ჩანს ეს აბულაშვილმა და იდეაში არც იყო აი აქ თამაშს ერთმანეთს კი ბატონო არა გრძელდება როგორც ჩანს კი და არ გაუშვა კი ბატონო ხო კარგი შეტევა ქონდა ყაზბეგს თუმცა შემდეგ ვერ გაუგეს იქ ერთმანეთს თითქოს შიგნითაც ქონდა გაგრძელება ქუშაშვილს ახარეიშვილი ვერ გადადის, თუმცა მეგონი ფეხით გააჩერა ირემაშვილმა, კი ბატონო შეუულია ყაზბეგს თამაში. წამოვიდნენ ხაზში, ალიბეგაშვილი დაუცდა ფეხი. მოაგდო ბურთი, გიგინეიშვილი. ცდილობენ ბურთი ამოღლიტონ, მაგრამ არ გამოვიდა. და წინ თამაში გაწია ხელი საბაბულაშვილმა. ხო, აი ნუ ვერ უკლავდებიან აიას დაცვას სტუმრები. დასრულება გამოდის თემურ ძოძუაშვილი ახალგაზრდა ვორაგბე 20-მდე ნაკრებიდან გემახსოვრება რა თქმა უნდა მისი თამაში 10 ნომერზე შეცვალა მახარეიშვილი მას 9 ნომერზე შეუულია თამაში იაწო აია, კარგად ჯარიმა, უპირატესობა წავიდა დოლიძე, ჭაზე გადაცემა, წინ პასი, თუმცა დაუბრუნდებათ ის ჯარიმა. აქ წავიდა ეს წინ პასი იყო როგორც ჩანს, თუმცა მაგარ ჭრაზე შევიდა აქ ფონტი. ძოძუაშვილი გადადის. ორი ხელით მოიგეს ბურთი ქუთაისელებმა კარგი მოლია აქვს ჯერჯერობით და ჯარიმა, თუმცა თამაში გადავიდა რაკში. დოლიძე კარგი მიძალება. კიდევ ერთხელ მეფარიშვილი. ბურჯები მუშაობენ. ო აი აქ მოკლე ფთაზე დატრიელება ხაზე გავიდა, ხო აქ არ არის არა, არ იყო აქ არანაირი უპირატესობა იმისთვის, რომ ხაზე გასულიყო ბურთი, არ იყო სწორი გადაწყვეტილება.
აქ წაქცეული ხარ, ჩაქცევა არის შენზე პირველი ბარათი, იმიტომ რომ მოვიდა 15-იან თანახმოსავზე ბევრია. კიდევ ერთი 13 კაცით დარჩა. აი, იქეთ გადავიწիր, აი. ყაზბეგი ჩქარეულიც გაასიმბინეს. კაპიტანი გუნდის მეორე ხაზში გადაწეული ხშირად მის 8 ნომერზე თამაშობდა. შერკინება იყო, აი ამაში დომინირებენ ისინი, თან მეორე ხაზი დაკარგა. აი ნავროზაშვილი ეხმარება ხოლმე ხელა უპირატესობა აქვს. არა. და ლელო. კი ბატონო. ერემეიშვილი მოახერხა. ხო მარტივად მოერიენ აქ პრობლემა აქვს ყაზბის რა თქმა უნდა მარკაფაში მოკინების მოთამაშეებში. ასე რომ ძალიან მარტივად დადო აქ აი ამ ლელო. ხო, სხვაობა იზრდება და ბონუსის მოგების შანსიც იზრდება. რა თქმა უნდა, აი ეს და თუ სხვაობა დიდი იქნება, სხვათა შორის პირველ ადგილზეც გადავლენ, გადაასწრებენ ისინი ბათუმელებს. აი, დრო გაჩერებულია. მოწდება რაღაც თორსებ წინ თამაში, ნახოთ. ხო არ ჩაითვლება ეს ლელო? არა, იმიტომ რომ ბურთი გამოგივარდა. კაპიტანი მოვიდეს რა. კაპიტანი მოვიდეს. კაპიტანი თქვენ ხარ? შერკინებაში მიწოვა იყო, მაგრამ ბურთი გამოგივარდა, თუ პირადასობა მაგიტო არ ქონდა. მე 6 ნომერი არის ბურთიანზე წინ და პირველ დარტყმას ისე გოჭავს უხდის. არ ქონდა. ჯარიმა იქნება აქ. ხო, ჯარიმა ყაზბეგს. ყაზბეგის სასარგებლოდ. ლელო არ არის ბლოკია და ჯარიმა. ბლოკია. მონსუნი აგიხსენი ბურთი გამოვარდა, ამიტომ არ ქონდა უპირატესობა. ხო ვერ გააკონტროლეს კარგად იქ ბურთი. უთყავს ირემაშვილი. ой დიდი გადაადგილებებია. დაბრუნდა გაძებული მორაგბე. მოიგო ყაზბეგმა ბურთი, თუმცა დამაჯერებელი არ იყო ეს აუტი. შეიყვანეს დარტყმაზე ვატისონი. ირემაშვილი ფეხს და არტყავს. მოედანში უნდა იყოს კი ბატონო, მოედანში ეს დარტყმა კოხოძე. სახიფა თუ ოღონდ შეტევაზე. დოლიძე წავიდა, კარგი პასი ჭრაზე. კიდევ ერთი გადაცემა კი ბატონო კაშია. გადააწოდა. ზვიადაძე. ავიდა გარბის შეინახა. კარგადაც ჩადო ბურთი პრეზენტაცია მშვენიერი ნარსია. თავა წავიდა ნარსიაც, ეხა უკვე ხაზში იკითხება ბურთის გასვლა. ძოძუაშვილი. კარგად დააქნია თავად შეძრა ბურთიც ამოაგდო, თუმცა ჩაჭრა და
გაიქცევა ზვიადაძე რა კარგი იყო მაგრამ რა ჩადო გავიდა ბოლომდე გავა არა აქ რა ხდება აი ეს ბლოკი არ მგონია ბლოკად ჩაითვალოს ეს ბრავო ხუროშვილს წინვალით თამაშა ხუროშვილი ხო აი აბულაშვილმა უთხრა პასის პოზიციაზე მიყვებოდაო ასე რომ აი აქ ჩააჭრა ბურთს აიკითხა სუსტი გადაცემა გამოვიდა ძუძულაშვილს თავიდან მაგრად ირბინა მაგრად ძალიან აქ დასვა უზვიადაძე ტემპი დააგდო აქ სიჩქარის და მე ისევ აი აქ უკვე უბიძგა ხელი ვარდანიძე ნაუროზაშვილს მაგრამ ხო ლელო ჩაითვალა და ამით ამ ლელოთი დაია გამოვიდა ბონუსის ზონიდან ცოტა მოდულებულები იყვნენ ქუთაისლები ძალიან და აქ რა ხდება ძალიან მაგარი ხუროშვილის ხომ საჯი შეიძლება საბავშვო ფეხი დაიტკინა ასე რომ მე მგონი თორსებ გელალი მუჯავა შეცვლის ვეღარ დავდივა რა ქევამ უნდა გააგრძელოს ის კი ბატონო შეიცვალა თავარი მსაჯი და თორსებ მეოთხე მსაჯი მარიამ მახათაძე გადავა კიდეს გატოვა საბაბულოშვილ მოედანი და განაახლებს ახლა ძუძუაშვილი თამაშს გელალე მოჯავა აი ნუ თუმცა ის გამოცემსაჯია ძალიან ასე რომ მას ბევრი თამაშუმსაჯია დიდათში თავსაჯზე ასე რომ არ იქნება რა პრობლემა მით უმეტეს სამანგარიშზე რა თქმა უნდა არ არის წნეხი სიღმეში დაგიდა ძოძოაშვილმა ირემაშვილი კარგად დაარტყა ფოტოშორის კარგი დარტყმა იყო ირემაშვილის შვენიერ მარჯვენა ფეხით არ იყო იული ამ დარტყმის შესრულება ჩაახვია და მოიგო მანძილი საბა ირემეიშვილი ბურთით 15 წუთზე ოდნავ მეტი მატჩის დასრულებამდე არ იყო ცუდი მოწოდებული თუმცა საბოლოოდ ბურთი აიას აქ რა ხდება კარგად მოდიან შერვაშიძე და დაკარგეს ბურთი დვალიშვილი სიღმეში პასი გუშაშვილი ყვაბუჭვაზე და აქ რა ხდება თავის ჯარიმა იყო და წინა შერკი დაუბრუნდება წითამის უპირატეს ყაზბეკს ხო ნაუროზაშვილიც უბურთოთა დღეს არც მახსოვს ნაუროზაშვილის ბურთი თუ ქონია ეს ლოგიკურია იქიდან გამომდინარე რომ დაცვაში უწევს ძირითადად ყაზბეკს თამაში სივრცეებში საკმაოდ სახიფათოა რა და გიორგი ნაუროზაშვილი სწრაფად გამოიტანა ბურთი ყაზბეგმა და წამოვიდნენ. გიგინეიშვილი თავად წავიდა, შებოჭეს. გადაყარეს კიდევაც. თუმცა რა თქმა უნდა ბურთი ძალიან ნელა გადის.
აგრესიული ბოჭო აიასგან, თუმცა მაინც გაიარეს ათმანძილი. კარგი იყო ნაჭყები. უნელდებათ ბურთი რაკში და ვეღარ ახერხებენ. სწრაფად შეტევის აწყობას ირემაშვილი ნახოთ. კარგი გადაცემა. შეაჩერეს ისე ბაზალი. ხო, ჯარიმა, რა თქმა უნდა, ჩაუდგა საბერემეშვილი, ამაში ძალიან კარგია მიწაზე თამაში. და ეხლაც დაიჭერა თავის მომენტი და მოუპოვა გუნდს ჯარიმა. საჩქარო აქვს აი ეს სხვათა შორის, რა თქმა უნდა, როცა ასეთ უპირატესობა გაქვს თამაში, რომ ბონუსქულა ვერ აიღო, ყოველფრთხილ მიზნობა დაგჭირება. ასე რომ ჭირდება 1-0 აიას. 22-ის მისადგომებთან ექნება დერეფანი ქუთაისურ გუნდს. ეს კი ტრავმირებული ფეხი დაამაბიჯესო, გავიგონეთ მისი კომენტარი და არაფრით არ გამიარა ტკივილმაო. რაღაც პერიოდი გააგრძელა საბამ საჯობა, თუმცა შემდეგ რა თქმა უნდა შეწყვიტა, აზრიც არ ქონდა რა თქმა უნდა. ჯობს აქ სურდათ მოწოდებული აუტი, თუმცა დაკარგეს ბურთი. არა. კიდევ გავიდა ყაზბეგი სწრაფად და წამოვიდა ხელით მოდიან. როგორც ჩანს კი გიგინეიშვილის გადაცემა ფრთაზე ქუშაშვილი ცად და ფლოუდი დაიქნია მეტოქე, საბოლოოდ გადავიდა თამაში რაკში. ნუ ხო აქ ხელით მოდის ყაზბეგი, აღარ უტყავენ ფეხს როგორც ჩანს. თვალიშვილი კარგი იყო მომენტი თუ ვერ გაკეთდა მიყო და ისევ გადაგდებული პასი. ხო არ აქვს სტრატეგია რითაც შეუტევს. აქ რა ხდება მოიპარა ბურთი აია. კიდევ ერთხელ ვიხილავთ წესით. არა შენგელია უპირატესობითაც სარგებლობენ. ნახოთ რაც იზამენ არ გამიკვირდება შერკინება მოითხოვენ იმიტომ რომ დომინირებს აი აშკარად მიწოლაში ასე რომ მოითხოვეს კიდეც დოლიძე არის ბურთით. ქუთაისის აიას კი მშვენიერი შანსი იმისთვის რომ გაიტანონ კიდევ ერთი ლევუ. დაიწყოს ქუთაისება მიწოლა ჯარიმის უპირატესობა და დანიძემ დაამიწა და კი ბატონო ჩაუთვალეს დაუთვარდანიძეს. მეხუთე ლევო ქუთაისლების ამით ისევ ბონუს კულაში არიან. ჩვენებენ ისევ აიოს თავარწმუნს გიორგი ნემსაძეს.
ძოძუაშვილი დაარტყავს ბურთს. ზუსტია 40 გოლს გადასცა, 41-12. ირემაშვილმა შეიყვანა ბურთი თამაში. ნარსია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა, საუკეთესო თუ არა. ძლიერი ფეხით გამოდიან ქუთაისლები. კარგი დარტყმა ესეც. აუტი ყაზბეგის მონის ცენტრთან. მოიგო კარგად ხუროშვილი გამოსარჩევია რაღაცა. ამ კაცთან ერთად. აქ წამოვიდა მაგარი ბოჭო გაუკეთა, თუმცა მეფარიშვილმა ფიჯე ლეგიონერს. გიგინეიშვილი ცუდი გადაცემა ზვიადაძეს ჩაუვარდა. ზვიადაძეს კარგი იყო სვატოშორის. რა შანსებიც მიეცა ის კარგად გამოიყენა და წამოვიდა აია ხაზით. კაშია ვარდანიძე გაიარა ერთი დაცველი და წინ დაუვარდა. აქ არ უნდა ყაზბეგს თამაში, ამიტომ რა თქმა უნდა დასტვინა გელალე მონჯავამ. ცოტა ნერვი მოუნტყუნა თამაშებს. შერკინებით განახლდება შეხედრა. სადღაც 6 წუთი მატჩის დასრულებამდე. გავიდა ბურთი შეკინებიდან. ხო, რა თქმა უნდა, პასის ზუსტად ცოტა მოიკოჭლებს ყაზბეგისგან. აი ხა არის კარგი სივრცე, შეუულიათ შეტევა. კარგია ირემაშვილი, თუმცა შაროშიძემ განმუხტა, ასე ვთქვათ, სიტუაცია. ხუთი წუთი და ერთ-ერთი ინტრიგა რაც მატჩში დარჩა, თუ დადო ყაზბეგმა ლელო დაკარგავს აია ბონუსის ქულას. და თუ ვერ დადო, მაშინ აია გადავა პირველ ადგილზე, გადაანტრო უკეთესი ბურთების შეფარდება ექნება ბათუმზე. მოიგეს ორი ხელით ირემაშვილი. ფლოუდი, თუმცა ხო ცუდი პასების სერია. ბაზალი შებოჭეს და ჩაჯდნენ აპირიქით და ჯანმრთელად ჩავარდნაზე. თვალიშვილი გადავა კიდეზე. არა, ირემაშვილს გადააწოდა.
ჩვენ სამედიცინო პაუზა წყალია მოედანზე. კი, პაუზები დღეს მრავალად არის. კარგი მოგებული აუტი ხოროშვილმა ისევ იუარგა. დაარტყა ლოვოკურომ. ჩქარეული აქ ბლოკად არ მიიჩნია ეს ლემონჯავამ. ხაზზე გავიდა. გიგინეიშვილი თამაშობს. სიტყვაზე გოჩოლეიშვილს დაარტყმევინეს და აქ არ გაუშვა რა თქმა უნდა. ჯარიმა. ძოძუაშვილი გადავა კიდეზე. კარგი დარტყმა გამოუვიდა, გადავიდა მეტოქის ნახევარზე 10 მეტრიან და 22 მეტრიან ხაზ შორის ექნება დერეფანი ქუთაისურ გუნდს. ნახოთ, ალბათ შეიძლება ვთქვათ ლამაზი დაასრულოს თამაში. კარგი პოზიცია ნამდვილად შესაძლებლად. რემეიშვილი არახტა ყაზბეგი, ამიტომ ეს არასდროს არ ჩაითვლება. სიღმეში პასები ზვიადაძე და წაიკითხეს კარგად შეტევა ყაზბეგმა, თუმცა გააკეთა ფლოუდი. ზუაშვილი გასუფთავდა რაკი. კი დაიხია აიამ უკან. წავიდა ჩაკვეტაძე. ხო, ჩაკვეტაძის კარგად შემოვიდა, კი ნამდვილად თამაშა. თქოს არა ის მასიური, მაგრამ მაინც კარგად წაიღო ბუთები. და ნარსია, რომელიც ალბათ საუკეთესო იყო. დაეხა მოპარეს ბუთი. და კი ბატონო, ყაზბეგს დარჩა შანსი რომ აიას ხასიათი გაუფუჭოს. ძოძუაშვილმა არ გაირთულა ასე ვთქვათ საქმე. ბოლო შეტევა ეს წესით. მოუგეს, კი მოპარეს ბურთი ქუთაისელებმა. ჩაკვეტაძე. ოდრო დასრულებულია, ანიშნა გელემონჯავა და რა თქმა უნდა კაია უნდა დაასრულოს თამაში. კი, აღარც და არ ეჩქარებათ. არაფერი აღარ აქვს მოსაპოვებელი, ძოძუაშვილი გადაიკას ბურთს კიდეზე. 41-12 და ქუთაისის აიას დამაჯერებელი გამარჯვება. აჯობა ყველაფერში მეტოქეს ყველა კომპონენტში და შესაბამისად ბონუს ქულით გაიმარჯვეს და გადავიდნენ ამით პირველ ადგილზე. შეგახსენებთ სულ მალე სადღაც 10 წუთში დაიწყება უკვე შეხვედრა წიქარასა და არის შორის, ასე რომ ეს შეხვედრაც იქნება ჩვენს პირდაპირ ეთერში. ნახვამდის თქვენთან ერთად რეპორტაჟს დღეს მენოდო ბროლაშვილი და სერგო გაბუნია უძღვებოდით.